ჰორმონალური კონტრაცეფცია ძალიან გავრცელებულია საფრანგეთში ნამდვილად ვიცი, მაგრამ ხედავ ასეთ პაციენტებს სხვა ევროპულ ქვეყნებში დასავლეთის სამყაროში ძალიან გავრცელებულია ჰორმონალური კონტრაცეფცია, რისკები არის მინიმალური, მაგრამ ისევ და ისევ ინდივიდუალური მიდგომა არის საჭირო. მთავარი რისკი ჰორმონალური კონტრაცეფციის არის თრომბოემბოლია. მთავარი რისკი თრომბოემბოლია. მეორე მხრივ ამ ფლებიტების და თრომბოემბოლიის რისკ ფაქტორებია ოჯახური ფაქტორი, თუ იყო ოჯახში მსგავსი და გულსდარტყა დაავადება და ასაკი 38 წლის შემდეგ და თამბაქო. ცხადია რომ თამბაქო არის ერთ-ერთი მთავარი რისკი ამ ფლებიტების და თრომბოემბოლიის. ამიტომ ქალი რომელიც ეწევა 38 წელზე მეტის არის და რომელსაც ოჯახში ჰქონდა, ცხადია ალბათ იმისთვის არ არის კარგი იდეა კონტრაცეფციის გაგრძელება, მაგრამ თუ ქალი არ ეწევა, თუ თვითონ არ ქონია, ოჯახში არ ყოფილა ფლებიტის, ემბოლიის და ასე შემდეგ, შეუძლია მენოპაუზამდე გააგრძელოს. ჰორმონალური კონტრაცეფცია გრძელდება მენოპაუზამდე, თუ არ არის უკუჩვენება. ვინაიდან რაც შეეხება ესეთი ზოგადი შიშები, ცხადია პირველი შიში ეს არის ონკოლოგიური, არა, პირიქით ჰორმონალური კონტრაცეფცია ამცირებს საკვერცხის კიბოს განვითარების რისკს.